როგორც იქნა ცოტა ხნის წინ დამირეკა მოვდივარო დაედო მტვერი მის მანქანას ბესო ხო გახსოვთ გამარჯვებული ხო და მოდის ახლა და როგორც იქნა გადავცემთ მანქანას და თავს შევეჯიბრო მოვიდნენ წავედით რომელი ხართ ბესო რა შე კაგიმარჯვოთ მართლა რომ შენ ხარ ხო გილოცავ პირველ რიგში როგორც რატო არ მოხვედი მალე მალე წამო შენ დამტვერილი საჩუქარი განახო ელოდი რომ გაიმარჯვებდი არა ხოდაშორის თამაშობდი კომპიუტერში რაღაცა რო იყო და არც მაქსავდი ყურადღებას ხო ლაივში აღიარე და აი დავიჭირე ხალხო აი ესე იქცევიან მაშინ იცი გავაკეთოთ ისა ცარიელი ტანი რომ მივცეთ აჰა აბა მოდი ეს გადავთ ხა სანამ ამას არ შევღებოთ იქამდე ერკვევი ამათთან შეხება არ მქონია სხვა რამესთან მქონდა მე განახი მოდი ისა ჩვენ ბევრ ლაპარაკს ვაპირებთ დღეს რატომღაც და ესეთი მიკროფონი დავუმაგრე რა დღეს ეზე გადაწყდა რომ კი გადაწყდა გადაწყვეტილი იყო რომ ჩვენს უნდა შევღებოთ და ნუ ფერაჟებს მე დავილაპარაკოთ რა და როგორ ეგ ერთი საკითხი და მეორე საკითხი კიდე რა არის მე არ ვაპირებ რომ აქედან რაღაც პატარა ჩელენჯების გარეშე გავუშვა და ჩვენი მამასახლისი ბატონო ლევადი რა სიტყვი ერთ პატარა ტრეკი ხო რაღაცა ეხა ეს მოვიდეს და მშრალად წავიდეს მე მგონი არ მოსულა ის რა ეს რამეა ბაზარი არა პატარა გაგვეთილის ჩამიტარე კაი გეხადა თავდაბალი გაკვეთილე თორე უოჭველი იცის დარება ესე იგი კაი მოდი პირველი მითხარი ფერების ამბავში რას ფიქრობ დაახლოებით როგორ ან მიქსით შეგვილია სავარაუდოდ მწვანე ხო მწვანე აი ეს ნახაზები აი დაახლოებით ანიმე სტილში რო გადადის აი მასეთი მაგიტეინია ეს ბიჭი მაგიტო მინდა ცოტა ისეთი განსხვავებული კაი ბაზარი არა აჰა აბა ანიმე ესე იგი ეს ჩვენი ერთი საღებავების რა ჯანდაბა ქვია კონტეინერი ესეც მეორე მოგლეთ ფერებს შენარჩევ და სხვას კიდე თუ გინდა ვახტანგურად დავასხათ ხო იცი ამის რაღაც დაგვავიწყდა აბა რა დაგვავიწყდა რა დაგვავიწყდა საღება არა აბა არხი არ უნდა გამოიწერონ გამოიწერეთ კახაზარი წავედით მოვედით კახას სკოლაში სხვათა შორის აი კახას არსი სახელოსნო იქ არის კახას სკოლა აქ არის ვინც არის კახას სკოლა რა არის ჩემი ძაღლების სკოლა არის სადაც ვაჭკვიანებთ ძაღლებს და შეგიძლიათ მობრძანდეთ და თქვენს დააჭკვიანოთ თქვენი ძაღლები წავედით ეხლა შემოვედით გასარეცხად ანუ ვინც არისით ბოდის სანამ შეხებავ იქამდე უნდა გარეცხოთ რა და უცებ მიყვება ეს კაცი რა ასცი როგორ ბათელბოტი რობოტების ბრძოლა. ხო, რობოტები რო ჩხუბობენ ერთმანეთს რო ანგრევენ და ლეწავენ და ასე შემდეგ. მაგებს აწყობ, ხო? კი. მე მგონი მაგარი კაცი ვიყო. პირველ რიგში უნდა დავასველოთ. ხელები გინდა დაიბანო? ხო, აბა. Yo, დავედი. შენ რა გაიყო? ნუ გვიმტვერებთ. ესე იგი, მიცადე? მოვაშოროთ წყალი. ეხა დავდებთ ამას. აი მზე კარგად ურტყავსო. თუ სადმე რამე დარჩა მაქსიმალურად იმას გას. გაშრეს. $2,000 years later. მე მგონი ამას ეყოფა, მაშკარად გაშრა, წავედით. დაბრძანდი ბატონო. სახვითი ხელოვნების გაკვეთილი გვექნება ახლა. ეს გაწყვობს უფროს ხელი. იყოს რაღაც. აიცადეს კაც. აი? ვისა ბიჭო. არი ნადირული, წავიდა. მიდი ერთი. ის მინდაო. კარგი ვნახოთ. რაღაც ეგეთ პონჩი რა, აი ცოტა უხეშად რა. ვა, დაამუღამა. ჰო. გაიხსნა, მადა გაიხსნა, მუზა მოაწვა. მარტო ხო არ დაგტოვოთ ბატონო ბესო. სანამ ბესო იმას ხატავს, როდის ახლა გაჩვენებთ მე რა მაქვს აქ წინასწარ მომზადებული, რომლითაც ასე ვთქვათ, მანქანას მივცემთ ვიზუალს, ეს საქარემინა, ეს ცხაურა, ისენი რა ქვია, ფარები, გვერდები და ასე შემდეგ, მაგრამ ესეც ამოსაჭრელი არის და
ბატონო ბესო მეც თვითონ ვიზო მაგასო. მართალი არ მithქონს, მაგა ეგრე თქო. იქ ჩემი სიტყვები არ იყო. ვიდეო შირდება ესე ვიდეოს. აკალი. დაახლოებით ისე წვანეს ფიქრობ თუ ესეც. სხვადასხვა მეგობრებო, რო იცოდეთ, ესა ჩვეულებრივი საღებავით არ ვღებავთ. ამას ვღებავთ პლასტიდებით. ვინც არიცით თუ რა არის პლასტიდები, გეტყვით რომ პლასტიდები არის თხევადი რეზინა, რომელიც ჩვეულებრივ როგორც სტანდარტული პულვერიზატორი საღებავი ისე ესხმება და რო შრება მე რეზინა ხდება. დაჟე აძრობასაც ექვემდებარება. ხო მართლა, ვიზუალი ასეთი გამოგვივიდა. რა სიტყვით, მოგწონთ? მოკლედ, ესე იგი. დავიწყოთ ახსნა დეტალურად, ჩახმახს გამოწევ იქით ჩვეულებრივ როგორც თოფს რა, წინ მიდის. ერთხელ რო პირიქით წინ გაწევ, ხო. მუხრუჭია. რო გაუშვებ და კიდე წინ გაწევ ამ ჩახმახს. ხო. ეს უკვე უკუსვლა არის. ეგ ერთი საკითხი. всё, ეს ერთი. მარჯვნივ გადაატრიალებ, მარჯვნივ ხავს, მარცხნივ გადაატრიალებ, მარცხნივ ხავს. ესენის დამატებითი ბრძანებებია, რომელიც ამ ეტაპზე შენ არაფერი შეგვჭირდება, იმიტომ რომ ამანქანას ჯერ არაფერი დაგვიყენებია და მე იმ შენი ამბით და რაღაცები რო იცი, რაღაცა რობოტები და რაღაცა, რაც გინდა მე დააყენე, თუ გინდა რაღაცა აკნიოს და რაც გინდა ისი ჩალიჩოს რა. სანამ ბესო ვარჯიშობს, ეხლა მინდა განახოთ, აი რა დონეზე რთულია რეალურად და მე და ბესო, იმიტომ კი არ იმას ვიზავთ, მოვაწყობთ რაღაც ერთმანეთის ჩელენჯს, რომ მართლა ვინ ვის გაუსებთ. მინდა განახოთ, რამდენად რთულია და რამდენად დიდი მუშაობა ჭირდება და რამხელა კონტრასტი იქნება ეხლა ჩემსა და ბესოს შორის ტარების ამბავში, იმიტომ რომ აი არ არის ეს სათამაშო მეგობრებო, ეს არის ჩვეულებრივი სპორტკარი რა, რომელსაც უნდა კარგი მეცადინეობა. ბესო მამასობაში რაღაც მოხოდა. საღოლ. როგორია? ძალიან კარგია, მაგარია. ემოციები როგორი მოვა? ძალიან მაგარი. არა. ოპა! კიდორა. ბევრს იმაშვები რა, ვუმ, აი, სულ წარწყნებს აკეთებ რა. მათხოვე, აი ნახე, ჯობია. აი ესეთნაირად, ლაითი გაზი მისე. აი ესე მშვიდად იარე, ჯერჯერობით, რომ პროსტა მართვა და ამუღამო. მე აი ოდნავ ავჩქარდეთ, ნახე, უკვე ავჩქარდი, ხედავ. ოპა! კინაღებ გადავხდი. გაგისწორებ მიდი. აი გავასწორებ და საბა. იმას ვქნათ. არის სამარა კარგი საჩუქარი. გავაგზელოთ. კახა, დღეს იცი როგორ გავაკეთოთ? ჰა? დღეს იცი რა დღეა? ნუ არ გეწოდინება? პარასკევი კი არა. არა. ჩემთვის განსაკუთრებული დღე. ორშაბათი. რა დღეა? არა, ჩემი დაბადების დღე. დღეს ბიჭო. კი. და ძალიან მაგარი საჩუქარი გამოვიდა. მაგარია. კილოცავ, ორმაგი საჩუქარი. ძალიან გაასწორა. რა მაგარია? ესე იგი, იმ დღესაც საჩუქარი, დღესაც საჩუქარი. ძალიან მაგარია. ესე იგი, ბატონი ბესო მოემზადა ჩვენ პირველი შერკიდება. თუ შეიძლება პლატფორმაზე ვიწყებთ, ესე იგი, ვაკეთებთ 2 წრეს და ჩვენი ვიდეოგრაფი დაითulis ესე 3 2 1 და ჩვენ დავიწყოთ. მოსრიალდი. ბესო მოვედი უკნიდან. რანაირად ვატარებ, სულ დამიწყებია სლეშის მართვა. ერთი 0, მეორე ტაიმი. მე ცოტა გავიხსენე სლეში. ბესომას მე მგონი ცოტა კიდე პრაქტიკა მიიღო და ეხლა მეორე ჯერ ვწდით. უფრო დახვეწილად შევეცდებით გავაკეთოთ. დაითვალე. I win! გაიმარჯვა მეგობრობამ, რა თქმა უნდა და ჩემმა გახეთქილმა საბურავმა იმედია გესმონდა თქვა. ბესო შემოხვედი ფინიშზე. მოკლედ რა სიტყვი? როგორია? ძალიან მაგარია, ძალიან გასართობია. კი. კაი, ჯანმრთელი. ძალიან მაგარი შეგრძნებები მაქვს. კი. ამ პირველ ჯერზე რო ის არის უფრო სერიოზული გზის მოდის. კი, ბაზარი არა. მოკლედ, აი ესე, ლამაზად, მშვენივრად ჩაიარა ჩვენმა გაცნობამ. ბესო ძალიან დიდი მადლობა, რომ ეს ყველაფერი ქენი. კიდევ ერთხელ გილოცავ დაბადების დღეს და რავი, მეგობრებო, გვიყურეთ
აუცილებლად გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარისღილაკი და მაქსიმალურად ჩაერთეთ ჩვენ ამბებში. ძალიან მაგარ ამბებს გპირდებით და წავედით სხვაგან. გადავედით სხვაგან და ცუდი საქმეებისთვის ვართ მზად. ესე იგი, ერთადერთი ყუმბარა მეყენა ბანძი ხარისხის. უბანძესი ხარისხის და რა თქმა უნდა პირველივე ნახტომზე დამემშვიდობა. წავედით სახელოსნოში. ვარჩი. Tomorrow. ესე იგი, იმ დღეს დამიღამდა, ვერაფრით ვერ მოვახერხე ამის დამთავრება, ვიდეოს დამთავრება და დღეს დავამთავროთ. სანამ გავაგზავნებთ ჩვენ ვიდეოს, გეტყვით, რომ ეხლა მოვდივარ მამკოდადან, სასწაული გასვლა გამოგვივიდა, ისეთი ვიდეო გელოდებათ. მომდევნო შაბათს, რო რავი, უეჭველი არ გამაზოთ, შეგახსენებთ ერთხელაც და ძალიან გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და მოდი ბოლო-ბოლო ვნახოთ crash test-ი. ერთი სიტყვით short course-ის ზოგადად და კონკრეტულად სლეში იყო, არის და მთელი ცხოვრება დარჩება ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ მანქანად. ყველაზე საყვარელ სტილად და რა თქმა უნდა, აი ეს კონკრეტული თვითონ Traxxas-ის სლეში ჩემთვის ყოველთვის იქნება ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მოდელი კონკრეტულად. ხო, ისიც მინდა იცოდეთ, რომ ძალიან მალე განახლდება ჩვენი შეჯიბრებები და ბევრად უფრო სტაბილურ, ბევრად უფრო სერიოზულ და ბევრად უფრო საინტერესო სახეს შეიძენს და გირჩევთ რომ თქვენ შეიძინოთ ეს მანქანები, შემოგვიერთდეთ და საქართველოში არსის სამყარო ბევრად საინტერესო გავხადოთ. რაც შეეხება ამ კონკრეტულ მანქანას კიდე, ეს არის ჩემი არსი ძმაკაცი დაახლოებით არ ვიცი 6-8 თუ რაღაც არ ვიცი უკვე რამდენი წელია მყავს წარმოდგენა არ მაქვს და ძალიან ერთგულად ძალიან ხარისხიანად და კარგად მემსახურება ერთადერთი შეცდომა რასაც ვუშვებ და კიდევ დავუშვი ეხლა რო შეხედავთ ხო ძალიან მონსტრულად გამოიყურება დიდი საბურავები აქვს და ეს არის დიდი შეცდომა სლეშს არ უნდა დაუყენო ამ ხელა საბურავები უბრალოდ კიდევ ერთხელ მაინტერესებდა მაგრამ მოკლედ კიდევ ერთხელ მითხრა რომ კარგიო რა დამიყენეო რაც მეკუთვნის და ხო უკეთესად დავდივარო ასე რომ ჩემო კარგებო კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, გამოიწეროთ ჩემი არხი, გააქტიუროთ ზარისღილაკი, დაალაიქოთ ეს ვიდეო, დააკომენტაროთ, გააზიაროთ რას თავარია ვიდეო, კიდევ უფრო მეტ საჩვენეთ ჩემი ეს შემოქმედება, რასაც ვაკეთებ და გემშვიდობებით.